აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ეს წუთია დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა, თუმცა რამდენიმე მუხლის შედეგად მას მაინც დასდო ნინო სახელაშვილმა ბრალი და მზია ამაღლობელს 2 წლიანი სასჯელი მიუსაჯა. ამ წუთებში უკვე მოსამართლე საბრალდებო სიტყვას წარმოთქვამს. სასამართლოს ხდომა უკვე მიმდინარეობს ამ წუთებში. გარე ტერიტორიაზე კი, როგორც ხედავთ, მზია ამაღლობელის საგულშემატკივროდ უამრავი ადამიანი არის შეკრებილი და მას სოლიდარობას უცხადებენ ყოველ სასამართლო პროცესზე. მე კიდევ ერთხელ მაყურებელს ვეთყვი იმას, რომ ბრალდება გადაკვალიფიცირდა, თუმცა საერთო ჯამში მაინც მოსამართლემ რამდენიმე მუხლის გათვალისწინებით ის დამნაშავეცნო და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს წუთია და დასრულდეს უკვე სასამართლო პროცესი და ცხადია, მოგესმენინებთ უკვე მხარეთა მოსაზრებებს, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველის კომენტარებს. უკვე მედია ელოდება როგორც პროკურატურის, ასევე ადვოკატების მოსაზრებებს. თუმცა იყო მოლოდინი იმისა, რომ გაცილებით დიდი საშელი ექნებოდა მზია ამაღლობელს, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ კონკრეტულ ნაწილებში ბრალდებას აკვალიფიცირებს. ჩვენ ველოდებით უკვე ადვოკატებს, რომლებიც განმარტავენ მოსამართლის გადაწყვეტილებას. როგორც ხედავთ, გარე ტერიტორიაზე სასამართლოს შენობასთან უამრავი ადამიანი არის მოსული აქ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად. ყველა სასამართლო პროცესზე იმართება საპროტესტო აქციები. ვინც ახლა შემოგვიერთდა, გეტყვით, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პრინციპში ვერ დაადასტურეს ის, რასაც ამდენი ხანი ამტკიცებდნენ. თავდასხმა რო აბსურდი იყო, დადასტურდა რა თქმა უნდა ეს, მაგრამ განაჩენი რაც არის, ეს არის აბსურდი. მზია ამაღლობელი 2 წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ მას რაც ჩაიდინა ეს დანაშაული არ არის დანაშაული, ის კვალიფიკაცია არის არასწორი და უნდა გათავისუფლდეს. მაინც ვერ გაბედა სახელაშვილმა მზია ამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს და ახლა და აქ ამ დარბაზიდან ვერ გაბედა ეს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას უდანაშაულობა სრულად ამ ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება. ხალხო, შეუძლებელია, რომ სილის გაწვლის გამო ადამიანს თავდასხმას ედარებოდეს და შემდეგ ასეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ როგორმე. არ ვიცი, წარმოუდგენელია. მადლობა თქვენ. თამთა თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ, ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა 353-ის პირველი ნაწილი არის რითიც 2 წლით ციხეში გაუშვა მზია ამაღლობელი. მოსამართლეს შეეძლო ჯარიმის გამოყენება, რაც არ გააკეთა. რაზე მეტყოლებს როგორც ჩანს, ის საერთაშორისო და საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც ამ საქმეს ახლდა თან, ამან გამოიწვია გარკვეული გავლენა სასამართლოზე და 353 პრიმა 353-ად გადააკვალიფიცირა, მაგრამ მან მაინც არ გაითვალისწინა მთელი ამ საქმის კონტექსტი, მზია ამაღლობელის პერსონალური გარემოებები და ეს სასჯელი ჩემი გადმოსახედიდან არაპროპორციულია და უსამართლო. დაცვის მხარე მის გამართლებას ითხოვდა. გასაგები იყო, რომ ამ სასამართლო სისტემაში ჩვენ ამას ვერ მივაღწევდით, მაგრამ ნამდვილად სასამართლო შეეძლო უფრო სამართლიანი და არაპროპორციული სასჯელის გამოყენება, რომელიც სამწუხაროდ აქ ვერ ვიხილეთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა მზიასთვის, მისი კოლეგებისთვის, გადაწყვეტილება, რომელსაც შეეძლო ეს მუხლი ითვალისწინებს მათ შორის ჯარიმასაც და შეეძლო რომ დღეს
წერტილი დაესვა მთელი ამ უსამართლობისათვის. რა დაინახეთ თქვენ როგორც იურისტმა? ხო, ნამდვილად იქნებოდა ადეკვატური სხვა სასჯელის გამოყენება სამწუხაროდ ეს სასამართლომ არ გააკეთა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების განზრახვა, რომ მზიამაღლობელი უნდა დაისაჯოს და ეს სასჯელი უნდა მატერიალიზებული იყოს, ის უნდა ციხეში იჯდეს. ეს განზრახვა შეასრულეს, თუმცა სასჯელის შემცირებით, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მიცემით, მათ თითქოს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას აჩვენეს, თუმცა რა თქმა უნდა, სასჯელის უსამართლობა ისევ ძალიან მძიმე ფაქტორად რჩება ამ საქმეში. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში დარწმუნებული ვარ, დაცვის მხარე გაასაჩივრებს როგორც კვალიფიკაციის საკითხს, ისე სასჯელის პროპორციულობის საკითხს და როგორც ჩანს ამ საქმეზე სასამართლო დავა გაგრძელდება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს ხედავთ ჩვენ ახლა, რომელიც უნდა გამოვიდეს უკვე ვექნება ქვეყნის ბოლო არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტის კომენტარი. ქალბატონო პრეზიდენტო, პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ ნახეთ, რომ ქართული ოცნების პროკურატურის ბრალი ვერ დადასტურდა სასამართლოში, გადაკვალიფიცირდა, თუმცა ამაღლობელი მაინც რჩება პატიმრობაში. რაზე მეტყველებს ეს თქვენთვის? ეს მეტყველებს პირველ რიგში რეჟიმზე, რომელსაც იმის უნარი, რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელი არის, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ ყველაფერი თქვა თავისი სათქმელი, ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა. არც იმისი, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმისი, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება სადღაც ამ ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც გონია, რომ გამოძვრება და ვერ გამოძვრება. აქ არ დამთავრდა ეს ბრძოლა, ჩვენ ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემი არის და რომელიც არის ყველასთვის, ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითი. და ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებოდით, რომ განთავისუფლდებოდა მზია, მაგრამ ამიტომ არ შეიძლება ასეთ რეჟიმებთან, რომ რამე მოლოდინი გქონდეს, უნდა ვიყოთ ძალიან მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ასევე რომ დავინახოთ, სად არის იმ სისუსტის ნიშნები, რომელიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს და სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი და ამას ქვია დღეს მზია ამაღლობელი. დიდი მადლობა მას. ქალბატონო პრეზიდენტო, ფართო ჭრილში რომ შევხედოთ ამბავს, მზია ამაღლობელის დღეს გამოშვებით და გათავისუფლებით, ეს იქნებოდა ქართული ოცნების სიგნალი მათ შორის ევროკავშირისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჩვენი საკითხის განხილვას უნდა დაუბრუნდეს. მისი პატიმრობაში ჩატოვებით რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა? რასაც ეუბნება ყოველ დღე ევროკავშირის ყველა ჩვენ პარტნიორებს, რომ ჩვენ თქვენთან არ გვინდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვითომთ ჩვენი სუვერენობა, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, პირიქით, ეს მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუდგება წინ. ქალბატონო პრეზიდენტო, დღეს არის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი, სხვა სინდისის პატიმრებისთვის, რა გექნება თქვენ საქმე? მე მექნება ის სათქმელი, რომ წუხვარ, რომ ერთდროულად იქაც ვერ ვარ, იმიტომ ვაპირებდი და ძალიან მინდოდა, რომ იქაც ყოფილიყავი, მაგრამ სული და გულით ვარ იქა მათ გვერდში და ყველასი ბრძოლა არის ჩვენი ბრძოლა, ყველასი მაგალითი არის ჩვენთვის მაგალითი და ყველანი არიან ამ რეჟიმზე ბევრად ძლიერები და ეს არის რაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ დღეს და რაც უნდა გვაძლევდეს ჩვენ ყველას ბრძოლის გაგრძელების ძალიან დიდ მიზანს და მიზეზს. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ სოციქსელში დაწერეთ დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებაც, ნელოძლიერი საქართველოს ანგარიშები გაყადაღდა. როგორ ახასებთ ამ ყველაფერს იმ პროცესს, რასაც ჩვენ უსმენთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო ბრალდებას აფასებდა, მანამდე უსმენთ უფლებადამცველებსაც, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც დაუსაბუთებელი უარგუმენტო და არ შეიძლება ის ბრალდება, რაც აქვს მზია ამაღლობელს წარდგენილი, იყოს იმის ადეკვატური, რას გადაწყვეტილებაც მიიღო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მზია ამაღლობელს ნინო სახელაშვილმა ბრალდება დაუკვალიფიცირა, თუმცა 2 წლიან პატიმრობაში მაინც
დატოვა და ეხლა უკვე მიმდინარეობს ეტაპირების პროცესი თქვენ ხედავთ სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიას, საიდანაც უნდა დაიწყოს მზია ამაღლობელის ეტაპირების პროცესი და აქ შეკრებილი არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ მედია მენეჯერს და შეძახილებითა და ოვაციებით ამხნევებენ მზია ამაღლობელს. ჩვენ პირდაპირ ეთერში დავინახავთ რამდენიმე წუთში უკვე ეტაპირების პროცესს. სრულ მოწმე იძახიან აქ შეკრებილი ადამიანები. ეს არის გოჩაბანაძე, სრულ მოწმე პოლიციელი, რომლის ჩვენების საფუძველზეც მზია ამაღლობელი არის პატიმრობაში და სწორედ მას ეძახიან აქ შეკრებილი მოქალაქეებით სრულ მოწმეს. გოჩაბანაძეს ეძახიან აქ შეკრებილი ადამიანებით სრულ მოწმეს და სწორედ ვანაძის ბრალდების საფუძველზე იხდის საშელს მზია ამაღლობელი. ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ეტაპირების პროცესი უკვე იწყება, გაიღო კარი და მზია ამაღლობელი გადახავთ უკვე რუსთავის ქალთა კოლონიის მიმართულებით და თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ შეძახილებსა და ოვაციებს. და გავაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ის ვიხსნათ ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან
თავისუფლება მზიას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და კიდევ ერთი განცხადება ჩვენ ბრუნდებით ვინც თბილისიდან ვართ ახლა ჩამოსულები და დღეს 8-9 საათზე გელოდებით ყველას ფილარმონიასთან მარშით მზიას თავისუფლებისთვის პარლამენტისკენ თავისუფლება მზიას ასეთია ვითარება ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ისმის შეძახილები და გამომხნევებელი ფრაზები მზია ამაღლობელის მხარდაჭერის ნიშნად. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით მზია ამაღლობელს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, თუმცა ის 2 წლიან პატიმრობაში დატოვა, რასაც ცხადია მოჰყვა პროტესტი და საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია ის, რომ მზია ამაღლობელის ბრალდება არის უსაფუძვლო და რეალურად ის სასჯელი, რაც კი გამოიყენა მზია ამაღლობელის მიმართ მოსამართლემ არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რასაც ცხადია მოჰყვა პროტესტი. მოდით დავიწყოთ უკვე შეკრებილი ადამიანების, მზიას კოლეგების, თანამებრძოლეების მოსაზრებების მოსმენა, რომლებიც ცხადია ამ პროცესს დაწყების დღიდან აქტიურად აკვირდებიან და აფასებენ, როგორც სინდისის პატიმარი არის მზია ამაღლობელი. ნინო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. შეგვიფასეთ ის ბრალდება და ის სასჯელი, რაც ნინო სახელაშვილმა გამოიყენა. ჩემთვის ეს არის ზედმეტად სასტიკი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეხა ის მუხლი ბევრად უფრო მძიმე იყო, მაგრამ 2 წელი მაშინ როცა ზუსტად იცი ადვოკატი 7 საათის განმავლობაში თვლიდა არგუმენტებს. ცალსახა არგუმენტებს, ვერავინ რო ვერ შეედავა, რომ ამ საქმეში არაფერი არ დევს. ისეთი, რაც მზიას სისხლის სამართლებრივ დანაშაულებაზე მიუთითებს და ესენი მაინც 2 წლიანი განაჩენი გამოუტანა, 2 წელი ციხე, თითქოს აი ესეთი უბრალო რაღაცა იყოს, ეხლა საქართველოში ციხეში ჯდომა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ გვიბიძგებს ეს განაჩენი, რომ მზიას თავისუფლებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა, გავაგრძელოთ შემდგომ ინსტანციაშიც ყველგან მივლით, ყველგან მივალთ, ყველას შევაწუხებთ და ყველგან ვიტყვით, რომ ძალიან სასტიკია ჩვენი ხელისუფლება, დღეს ის სასტიკია ქუჩაში, პროტესტანტების წინააღმდეგ, ის არის სასტიკი, ასევე სასამართლო სისტემაში და სასამართლო დარბაზებში, ესეთივე სასტიკი და დაუნდობელი არის პარლამენტში, სადაც რეპრესიულ კანონებს იღებს და ფაქტობრივად დახურვის პირზე მიიყვანა მთელი მედია და ისეთივე სასტიკია თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მთავრობაში, სადაც ესე ექცევიან ადამიანებს, როგორც ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტრო და კიდე სხვა სამინისტროები. ვითომ მოჩვენებ, ეს არის მოჩვენებითი, ეს არის ვითომ რაღაცა შემსუბუქება, რეალურად კი 4 წელიწადს 2 წელი ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს მაინც რეპრესიულია. ეს გადაწყვეტილება არის დევნა, ისევ მზიასი, უსამართლოდ, უკანონოდ დაუმსახურებლად. 7 საათი მე მაგალითად უსმენდი უწყვეტად სანამიჯგი, ვიწერდი კიდეც, აი უაღრესად მკაფიო არგუმენტებით ყვებოდა დიახ მაიამ წარიაშვილს, რომელიც დევს საჯაროდ და ყველას შეუძლია რომ ნახოს და გაიაზროს ამ საქმეებზეო ადვოკატები ამბობენ რომ წლები ილაპარაკებენო იურისტებიც, სტუდენტებიც, ადამიანის უფლებების დამცველებიც ერთი და ყოველთვის ყველგან ვიხსენებ ერთ რამეს
ყველგან სადაც ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, ყველგან თვითონვე ამბობს, რომ ჩვენ არ ვაპატიებთ, მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და ვეღარ გაიგო, რომ ეს შეურაცხყოფა არის ადმინისტრაციული სახდელი 12 დღე ყველაზე მძიმე და რა ვიცი ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე რა. რომ თავიდან რო თქვა გადაკვალიფიცირდაო, აღმომხდა მეც. აღმომხდა სიხარულის შეძახილი რაღაცნაირად. ვიფიქრე რომ აი იქნებ გაუშვას მეთქი, იმიტომ რომ 7 თვე ცოტა ხო არ არის, არა. ან იქნებ 1 წელი მიუსაჯოს მეთქი და მე რო თქვა 2 წელიო, რა თქმა უნდა, ისევ ყველას გული დაგვიმძიმდა რაღაცნაირად. მადლობა ნინო, მაიამ წარიაშვილი აკეთებს კომენტარს და შეგვიძლია მოვისმინოთ. პატრული ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი. იმ საქმეში სასამართლომ თქვა, მხოლოდ ყველანაირი ამხელა მობილიზაციის და ზეწოლის გარეშე, რომ ეს არ იყო თავდასხმა პოლიციელზე და ამავდროულად იქ პირობითი სასჯელი დაადგინა. მაშინ, როდესაც ჩვენ შემთხვევაში გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა. შეძლო რომ გამოიყენებინა სხვა სასჯელი, თუნდაც ამ უკანონო მუხლის პირობებში, რა სასჯელი რომ უთხრათ მაყურებელს და რა არ გააკეთა. თუნდაც ამ მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, რომელიც იქნებოდა 353 პრიმა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც რა დააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზია მოიხადა და გაანთავისუფლებდა, ხალხნო 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი არ აქვს, საკმარისი არ არის. ერთი რომ შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან განთავისუფლება და შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა, და რაც ყველაზე მთავარია, რაც არ გააკეთა სასამართლომ. მხოლოდ თავი გადაიჭირა სააპელაციო ინსტანცია წინ არის. გასაკვირველია და არა მხოლოდ სააპელაციო ინსტანცია. პატიმრობაზეც უნდა კითხოთ, ეს იყო მაქსიმალური ვადა 2 წლიანი პატიმრობა. არა, სხვათა შორის ამ მუხლის ეს იყო მინიმალური ვადა 2 წლიდან 4 წლამდეა, მაგრამ გარწმუნებთ ამაზე ზევით ვერც დაადგენდნენ. მოგობა ისე რომ ამას ყველა ერთად ვნახავთ სასამართლოს განაჩენით, წინასწარ არ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებების რა მოთქმა. ცხადია, ამას ვნახავთ, ამაზე აქამდეც არაერთხელ ვისაუბრეთ. დაველოდებით. არავითარი, გარდა იმისა, რომ მან გამოაცხადა, ასე ვთქვათ, სარეზოლუციო ნაწილი. დაველოდოთ. საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ გააცანით სასამართლოს, როცა ამტკიცებთ, რომ მზია უდანაშაულო იყო. სტრასბურგის რაიმე გადაწყვეტილება თუ გავხსენებათ, მსგავსი სიმძიმის ასე ვთქვათ სასჯელი მსგავს დანაშაულზე. სტრასბურგი სრულიად სხვა თვალსაზრისით იხილავს საქმეებს. მოქალაქეები ხშირად შეცდომაში შეყავთ ეს ამ თვალს ის არ არის მეოთხე ინსტანცია. სტრასბურგმა უკვე ჩვენი სარჩელი მიიღო და დაიწყო კომუნიცირება მზიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. უკვე ხელისუფლებას გაგზავნილი აქვს კითხვები და ველოდებით ხელისუფლების პასუხებს მზიას უკანონო და გამგზავრებას პატიმრობასთან დაკავშირებით ოქტომბერში. ასე რომ პროცესები მიდის ყველა მიმართულებით, არაფერი არ დამთავრებულა დღეს. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც ვიცოდით, რომ უნდა გაგვევლო. ამიტომ ყველაფერი გრძელდება დამიჯერეთ. არაფერი არც ერთი სტრატეგია არ იცვლება დღევანდელი გადაწყვეტილებით. აი თუნდაც დღეს შევნიშნეთ ხომათა დარბაზში, რომ ინტენსიური გადაწყვეტილების თანამშრომლები არ გასცდნენ, იყვნენ შესაძლოებთან, სადაც მზია ამაღლობელი. აი ეს რაღაც მინიშნებები ხო არის, ხო რაც თქვენ ასე ვთქვათ წინასწარ განწყობილ. არ ვიცი, დღეს რაც მენიშნა, გაორმაგრებული რაოდენობა იყო დარბაზში პენიტენციური სისტემის წარმომადგენლების, როგორც წესი ისინი ფერზე დგანან, მაგრამ დღეს ისინი როგორც შემოვიდნენ ბევრნი, მე ვიცოდი, რომ თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა სასჯელის. ზიასთან გასაუბრების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არ გვაქვს. ელოდა, აი რომ მოდიოდა დღეს ავარულოს. ზია ყველაფერს ელოდა. მზია პირველი დღიდან მეუბნება მე, სულ რომ და წინა პროცესზე მან თქვა, რომ მოსამართლეს უთხრა, ხომ გახსოვთ, მან უთხრა, რომ რა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. მე გამარჯვებულად ვთვლი თავსო. დღესაც მოკლე გასაუბრება მოვასწარით და რასაკვირველია, ანუ მან უკვე აბსოლუტურად დაინახა აი ყველაფერი ამ საქმეში. მისთვის თავარი პრობლემა რა იყო, იცით? დასაწყისშივე, როდესაც შესთავაზეს მოინანიე და აი ეს რიტორიკა, მან თქვა, მე მითხრა თვითონ, რომ მათ უნდა ღირსება ამყარონო და რა მნიშვნელობა აქვს ღირსისად აქ ვიქნები თუ გარეთ ვიქნებიო და ამიტომ ის თავს ღირსეულად თვლის, მას ასე ვთქვათ, მისი ღირსება ვერ დააკნინეს და მისთვის
სიტყვის ეჯი იყო მთავარი. ამიტომ ეს გარკვეული კმაყოფილების განცდას ჩვენს ადვოკატებს გვაძლევს და დანარჩენი სამართლებრივი მანიპულაციებია. თქვენ უსმენდით მაია მწარიაშვილს, მზია ამაღლობელის უფლება დამცველს, ახლა განცხადება კეთდება, რომელსაც მოგესმენებთ პირდაპირ ეთერში. საქართველო აქ არის. ავიცინოთ ბევრი ადამიანი ამ 8 საათიან მსვლელობაში შეუერთებით ფილარმონიაში. მე ხარ თავაზობთ წავიდეთ ბათუმელების რედაქციისკენ იმ ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი ელოდება ჩვენს ხმას. ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს გავაგებინოთ. კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ დღეს ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა. ყველაფრის მიუხედავად ამ ბოროტებას, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, მაინც მოუწია საკუთარი პირველივე ჩვენების, საკუთარი აბსოლუტურად გაუგონარი უსამართლობის ჯაჭვის გარღვევა და გადაკვალიფიცირება საქმის. მე არ ვარ კმაყოფილი, რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, როგორც მზიას მეგობარი. არანაირი შუება და საშველი არ არის ის, რომ არა 4 წლით, არამედ 2 წლით გაამწესეს ციხეში. ნებისმიერი წუთი, ნებისმიერი წამი, ყოველი წუთი და ყოველი წამი, რომელიც მზიას გაუტარებია ციხეში, არის უსამართლობის ზეიმი. არის აბსოლუტურად დაუმსახურებელი სასჯელი. ამიტომ ბრძოლა გაგრძელდება აუცილებლად და თუ ქართული ოცნების სასამართლოში, რა თქმა უნდა, ვერ მივახცევს სიმართლეს, სტრასბურგს უკვე დაწყებულია კომუნიკაცია მზიას თემაზე, თქვენ იცით ეს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მოვიკრიბოთ ისევ ძალები, თავი არ დაუხაროთ ამ ბოროტების ძალიან დიდ ჯაჭვს, რომელიც გვას გვაწვია. ამიტომაც გთხოვთ, რომ წავიდეთ ბათუმელებისკენ მასით შედაპირებით. ეს არის მალხოშ კადოა, რომელმაც დაანონსა, რომ ონლაინ მედია ბათუმელების რედაქციის მიმართულებით დაიწყება ცოტა ხანში საპროტესტო მარში და აქ შეკრებილი ადამიანები სოლიდარობის ნიშნად მივლენ ბათუმელების რედაქციასთან, სადაც ასევე გამოხატავენ ხარდასაჭერ სიას და სხვა პოლიტიკური პარტიების გასათავისუფლებად. საბოლოოდ, რაც აუცილებლად დასრულდება ამ ქვეყნის გათავისუფლებით. ამ რუსების, ამ ცრომოწმეების, ამ გაყალბებული ოქრების შემდგენელებისგან გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას. რომ ამ ქვეყანას გქონდეს ის, რაც ათეული წლების განმავლობაში, მეტით საუკუნეების განმავლობაში ევროპული განვითარებით, თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის განვითარებით ჰქონდა მოტანილი. ამიტომ თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! ცეცხლი ოლიგარქიას! ბოლომდე! ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ცოტა ხანში უკვე იწყება, პრინციპში უკვე იწყება სვლელობა რედაქციის მიმართულებით, რომელსაც ამ პროცესს ჩვენ შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში. ვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით იმას, რომ მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. პირველადი ბრალდება დააკვალიფიცირა და შემოიფარგლა მხოლოდ 2 წლით და მოსამართლემ განმარტა, რომ ციხის სამართლის გარკვეულ მუხლებში მზია ამაღლობელი არის დამნაშავე და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა აქ შეკრებილი საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეერა იმის, რომ ეს ბრალდება, რაც წარუდგინა ნინო სახელაშვილმა, რაიმე სამართალთან აქვს კავშირი. თავდაპირველი ბრალდების თანახმად მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ემუქრებოდა სასჯელი, თუმცა მოსამართლემ ყველასგან მოულოდნელად ბრალდება დააკვალიფიცირა და თქვა, რომ
მხოლოდ 2 წელს მიუშის თავის მხრივ ბრალდებულის ინტერესების დამცველმა განაცხადა მედიასთან, რომ ცხადია ბრძოლა გრძელდება სხვა ინსტანციებში და სააპელაციო დონეზეც გაასარჩივრებენ ისინი ამ გადაწყვეტილებას. პროპაგანდით მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არავინ არ გვართმევს არცენს ეროვნულ იდენტობას, გნებავთ რელიგიურ კუთვნილებას. ევროკავშირს საქართველოს სჭირდება ისეთი, როგორიც არის ამაყი, ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა და არა ისეთი, როგორაც ქართულმა ოცნებამ გახადა ეს ქვეყანა, სადაც წესიერება ითვლება ხინჯად, სადაც ჟურნალისტებს კითხვის დაცვის საშუალებას არ აძლევენ, სადაც ჟურნალისტებს აძლევენ მთავრობის ხდომიდან, პარლამენტის ხდომიდან, სადაც ადამიანებს Facebook-ში დაკეთებული კომენტარების გამოსვლამენ ციხეში, სადაც ადამიანებს უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, სადაც ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის სინდისი დღეს 2 წლით გაამწესეს ციხეში. ციხეში, სადაც აუცილებლად ჩასხდებიან ისინი, ვინც ამ ქვეყანას ეს სამართლობა დამართეს. ჩასხდებიან ციხეში ისინი, ვინც ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს, რომლებიც შიშით, კორუფციით, მლიცნელობით, ფარისეობით და სამწუხაროდ რუსეთუმეობით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. ქვეყანაში, სადაც 250,000 ბავშვი პრაქტიკულად არის სიმსივნის ზღვარზე, სადაც ადამიანები უსახსრობას, უფლობას, საჭმლის დეფიციტს გაურბიან ევროპაში, სადაც ოკუპაციენტები ყოველდღიურად ტოვებენ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა ქვეყანამ ვერ მოახერხა, რომ გაემართა ჯანდაცვის სისტემა ისე, რომ ადამიანები იმგვარი დაავადებებით არ გადაგვეცვალოს, როგორც ხდება ქვეყანაში. ამ ყველაფრის, ამ სასოწარკვეთის, ამ უიმედობის ფონზე ხდება ძალიან ბევრი რამ გამოსაბრძოლი, დასათავისუფლებელი, მოსათხოვრი. ეს ქვეყანა ჩვენია. არავითარ შემთხვევაში არც ბიძინა ივანიშვილის, არც მისი ხელის ბიჭების, არც ცრუმოწმეების, თვითონ ღირსეული ქართველი კაცის მენტალობით გაჯერებული პოლიციელების, რომლებსაც თურმე ეტკინათ ქალის ცილა, რომლებიც თურმე 9 საათის შემდეგაც გზნობდნენ სილას როყაზე და ამ დროს თავად ადმინისტრაციული წესით დაკავებულს ჯერ სახეში შეაფუთხეს, წყალი არ დაალევინეს, საპირთარეში არ გაუშვეს და პრაქტიკულად კასკადი სამართლობის დაატეხეს თავს. ირაკლი გებუაძისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მან დაკავებულ შეურაცხყოფა მიაყენა. პრაქტიკულად წამების რეჟიმში ყავდა მას მანამდეც არაერთი პატიმარი. ბათუმელები ამაზე ძალიან ფართოდ და ხშირად წერდა. არა იმიტომ, რომ ირაკლი გებუაძე არ მოსწონდათ როგორც პიროვნება, არამედ იმიტომ, რომ ირაკლი გებუაძე როგორც პოლიციის უფროსი ბათუმში არ ხვდა პოლიციის მემბრის, არ ხვდა პოლიციის ზოგადად. ამიტომაც თუ ვინმესთან არის დასახავი პოლიციის მემბრი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპროტესტო მარში გაზეთ ბათუმელების რედაქციის მიმართულებით მიემართება, სადაც სოლიდარობის ნიშნად ეს ადამიანები მივლენ ონლაინ მედიის რედაქციასთან და კიდევ ერთხელ გამოხატავენ დამოკიდებულებას ამ გამოცემის მიმართ. მე შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით ბრალდება გადაკვალიფიცირდა, თუმცა გარკვეულ მუხლებში მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო მოსამართლემ და 2 წლით პატიმრობაში დატოვა მზია ამაღლობელი, რასაც იქ შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
თავდაპირველი ბრალდების თანახმად იყო მოლოდინი იმისა, რომ 4-დან 7 წლამდე ემუქრებოდა ნინო უბრალოდ მზია ამაღლობელს საშელი, თუმცა ყველასგან მოულოდნელად ეს ბრალდება მოსამართლემ დააკვალიფიცირა და განმარტა, რომ გარკვეული მუხლების თანახმად ის არის დამნაშავე და სწორედ ამიტომ მას როგორც მოსამართლემ თქვა, შედარებით საშელის მსუბუქი ფორმა გამოიყენა და 2 წელი მიუსაჯა. თუმცა ბრალდების ინტერესების დამცველები ამბობენ იმას, რომ გავს დანაშაულებზე არ შეიძლება საქმე წარმოებდეს სისხლის სამართლის კოდექსით, რადგან სილის გაწვნა არის ადმინისტრაციული დანაშაული, ადმინისტრაციული წესით უნდა დაიწყოს ასეთი შემთხვევებზე გამოძიება, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა და მზია ამაღლობელის მიმართ საშელის მძიმე ფორმა გამოიყენა სახელმწიფო ბრალდებელმა. ამიტომ თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ამაღლობელს, თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება საქართველოს, სოციალური პარტიას, განსაკუთრებული ხმა მაღალი შესაძლებელი, მინდა ზიასთან ერთად ნინო დათანხმოს გავაკეთოთ. ადამიანს, რომელსაც სახელმწიფო უპირეს სამწუხაროდ მეთოდებით მოექცეს. 53 წლის წინ ძალიან თამამ დაბედულ ჟურნალისტ ნაზი შაბანაუს მაშინდელმა სამწუხაროდ სისტემამ ეზი შეუწია ფსიქიატრიული საავადმყოფოსკენ. როგორც დასრულდა ეს ისტორია, თან ძალიან კარგად იცით. თქვენ კადრში ხედავთ ვაჟობშაველას ქუჩასა და საპროტესტო მარშს, რომელიც მიემართება ონლაინ მედია ბათუმელების რედაქციასთან სოლიდარობის ნიშნად. ტრადიციულად ყოველი სასამართლოს დასრულების შემდეგ ცვლილება იმართება ბათუმელების მიმართულებით, სადაც მოგვიანებით სრულდება საპროტესტო აქცია. ამ პერიოდის განმავლობაში ისმენთ საპროტესტოს შეძახილებს, მათ შორის სოლიდარობის სიტყვებს და აქ შეკრებილი საზოგადოება მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და ის ბრალდება, რაც სახელმწიფო მას წაუყენა, არის უსამართლო და მოტივირებული ქართული ოცნების კარნახით. ამიტომ თავისუფლება ნინო დათანხმოს, თავისუფლება ანდროს, თავისუფლება მათეს, თავისუფლება ზია ცეცხლაძეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება მზიას. საპროტესტო მარში გადმოვიდა მებედავის ქუჩაზე, სადაც არის ბათუმელების რედაქცია. დასმის სიტყვაში მზიამ ძალიან სწორად თქვა, რომ განაჩენი არა ჩემი იქნება, არამედ თქვენიო. ასე მიმართა ნინო სახელაშვილს, ასე მიმართა პროკურორებს, ასე მიმართა სისტემას. სისტემას ძალიან დიდი ხანია ჩვენ განაჩენი გამოუტანეთ. იმის გამო, რომ ეს სისტემა დაცლილია რაიმე ტიპის ანგარიშო ავდებულებისგან. ეს სისტემა დაცლილია მოქალაქის პატივისცემისგან. ეს სისტემა აგებულია ერთი ადამიანის ხუსტურზე, რომ ქვეყანა გადააქციეს საკუთარ ბოსნად. ამიტომ არა ბიძინა ივანიშვილს, ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება მზიას, მადლობა ბათუმელებს, მადლობა ნეტკაზებს,
მადლობა თავისუფალ მედიას, ცოცხლი ოლიგარქიას. მადლობა. დიდი მადლობა ადამიანებო, მოხალხეებო, რომ ზიას მხარდაჭერით არ დაიმალეთ. მესმის რომ ეს არ არის ზიას მხარდაჭერა, ეს ჩვენი საკუთარი თავების მხარდაჭერაა, საკუთარი მომავლის მხარდაჭერაა, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს მომავლის მხარდაჭერაა. ძალიან უსამართლო და სასტიკია ეს გადაწყვეტილებაც და ეს რეჟიმიც. ძალიან უსამართლო და სასტიკია. ძალიან რთულია. მე ამ დღეებში სულ მაქვს იმის განცდა, რამდენად შესაძლებელია ამ უსამართლობას გაუმკლავდეს ადამიანი, რადგან ძალიან დიდი ზეწოლა არის როგორც ადამიანზე, ზიას გულისხმობს ამ შემთხვევაში, ისე მედია მენეჯერზე, ისე მოქალაქეზე, ქალზე და ის უძლებს ამას, ამიტომ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, უნდა გაუძლოთ და გავაგრძელოთ წინააღმდეგობა. როგორც მითხრეს, მან დღეს მას დღეს ხელში ეკჭირა ფურცელი, რომელზედაც ეწერა ზუსტად მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ ასე მითხრეს, რომ სილა რეჟიმს. კი ბატონო, ეს არის 2 წლით მზიამაღლობელის ციხეში გაშვება, რომელსაც ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია. 2 წლით ციხეში გაშვება, ამაზე მეტი უსამართლობა რა შეიძლება გააკეთოს, ჩაიდინოს ერთი ქალის, ერთი ადამიანის, ერთი მოქალაქის წინააღმდეგ სახელმწიფომ, ქვეყანამ, ინსტიტუციებმა, სასამართლომ, პროკურატურამ, პოლიციამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, ყველამ უკლავდებიან ერთ ხაზს, ყოჩა აფერუმ მაგათ მართვის სისტემას, ეს არის ბოროტების მართვა, ბოროტების სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს. არ შეიძლება სისტემა ადამიანებს ასე ანადგურებდეს. არ შეიძლება სისტემა ასე წირავდეს ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს. კი ბატონო, ბრძოლა ბოლომდე, როგორც მზია თქვა თავის ბოლო სიტყვაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები, ჩვენს მხარეს არის სიმართლე და არ შეიძლება დაუშვათ, რომ სიმართლე დავადუმოთ, სიმართლე გავაკროთ და ჩვენი დუმილით არ შეიძლება მხარი დაუჭიროთ, წავახალისოთ იმ ძალადობას და ბოროტებას, რაც ახლა სუფევს ამ ქვეყანაში. მადლობა კიდევ ერთხელ. თქვენ ისმენთ ერთ-ერთ მოსაზრებას. მან მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება რეჟიმის წინააღმდეგ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ დღეს 8 საათზე თბილისის ფილარმონიიდან დაიძრება ზიამაღლობის და ყველა სინდისის პატიმრის სოლიდარობის მარში. მათ კი, ვინც რჩებით ბათუმში, ტრადიციულად გელოდებით 8 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. კიდევ ერთხელ, დღეს ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება პრაქტიკულად საარტილერიო ცეცხლივით დაგვიშენს ყველას ამ განაჩენებს, ამ ჯარიმებს, ამ ხელოვნურად შექმნილ სამართლებრივ მექანიზმებს იმისთვის, რომ პრაქტიკულად გაგვაქროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ რომ შეეძლოთ
სისხლის სამართლის კოდექსში აღადგინონ სიკვდილით დასჯის მუხლი, ამაზეც დაიწყებდნენ თქს, იმიტომ რომ ნეობოლშევიკები არიან, იმიტომ რომ ფილიპე მახარაძის და სხვათა მენტალური გაგრძელება არიან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ უყვართ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მტრები არიან და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დგას აქ, რომელიც 251 დღეა ხმას იმაღლებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მათთვის არის საფრთხე. საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ სილა რეჟიმს, ცეცხლი ოლიგარქიას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმელების რედაქციასთან ეს საპროტესტო მარში მანამდე მიმდინარეობდა სასამართლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და გეტყვით იმას, რომ მზია მახლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა 2 წელი ბრალი გადაუკვალიფიცირა, თუმცა მაინც 2 წლიან პატიმრობაში დატოვა, რადგან სისხლის სამართლის გარკვეული მუხლების შესაბამისად მიიჩნია მოსამართლემ, რომ მზია მახლობელის განზრახვა გააწვნა, იმისახ არის დანაშაული და 2 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. თქვენ თვალს ადევნებდით პირდაპირ ეთერში დღეს განვითარებულ პროცესებს, როგორც სასამართლო სხდომის შემდგომ, ასევე მარშის მიმდინარეობისას. ამ ეტაპზე ვითარება არის 7, უკვე სრულდება თითქმის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მადლობა, რომ თვალს ადევნებდით აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს. მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით, თუმცა მოვლენების განვითარების შესაბამისად ჩვენ კვლავ შემოგიერთებით პირდაპირ ეთერში. დროებით.